სანამ ვიდეოს დავიწყებდი, უკავშირი აუცილებლად გამოვუშვით, იმიტომ რომ მართლა მაინტერესებს გულახდილად იქნება, მე ჩამოურჩი რაღაცას, ან იქნება ვტყვი თქვენგანაც მაინტერესებს ესეთი ადეკვატური კომენტარები, იმიტომ რომ ვერ ხვდები მე აღარ მაქვს ინტერესი თუ მართლა რეალურ ცხოვრებაში ეს ეხდება, ან მე მემართება რაღაცა ესეთი გაორებები. ყოველ შემთხვევაში საერთო ჯამში თქვენი უკავშირი ვიდეოს ქვეშ აუცილებლად მჭირდება და მაინტერესებს თქვენ რა აზრის ხართ ამ თემაზე, რომელსაც ახლა მე გავავრცობ, ესე ვთქვათ, და გავავრცელებ ამ ვიდეოში. მოკლედ, ტექნოლოგიებზე, წინსვლაზე და ესე ზოგადად რო არ ვილაპარაკოთ, მოდი ავიღოთ ტელეფონები, რომელიც ყველას გვაინტერესებს, ყველას გვჭირდება, ყველას გვიყვარს და ძალიან ისეთი ინტიმური მოწყობილობა გახდა, რომელიც სულ ჯიბეში გვიდევს, სულ რაღაცას ვაკეთებთ, სულ შიგნით ვიყურებით და ასე შემდეგ, ხო? განვითარებას რაც შეეხება ამ ტელეფონებისა, როგორც ხედავთ, აგერ 1.15 iPhone მაქვს Pro და მეორე მე-7 პიქსელი. მე-7 პიქსელი არის უკვე, მე-4 წელი ხო არ დაიწყო, აღარ მახსოვს უკვე როდის ვიყიდე. სხვათა შორის აკუმულატორი დღემდე ჯიგრულად მუშაობს. ანუ რისი თქმა მინდა, ნახეთ, წინა ვიდეოებში ადრე ძალიანაც ისედაც ნათქვამი მაქვს და როგორც ხედავთ, ვასრულებ კიდევაც ჩემს დანაპირებს, ესე ვთქვათ, თუმცა პირობა არავისთვის მიმიცია, მაგრამ აზრი წამოვთქვი ესეთი რა, რომ აი ამ ტელეფონებს რაც შეეხება, ხო? თქვი, რომ უკვე აზრი აღარ აქვს. დღეს ისეა განვითარებული ეს ტელეფონების პროცესორებიც და ზოგადად აი ჩვენი ტელეფონები აზრი აღარ აქვს შემდეგი მოდელის ყიდვას ყოველ წელს რა. ანუ ყოველ წელს ახალზე გადასვლას ვაფშე დაეკარგა აზრი, იმიტომ რომ ელემენტარულად დღევანდელი ტელეფონები, ეხლა მე არ ვამბობ იმას, მუხლებზე აწყობილი ჩინური ტელეფონები რო გამოდის ხოლმე დღემდე $100 და $200, რა თქმა უნდა, მაგათზე საუბარი საერთოდ არ მაქვს, იმიტომ რომ ის ისედაც ეგრე არის გაკეთებული, რომ უკვე თავიდანვე საშინელება. ეგ ტელეფონი $1000-იც რო ღირდეს, მაინც იგივე იქნება. ანუ აი ესე რა, კალკულატორებს როგორც აწყობენ ყველა სახში ჩინეთში მუხლებზე, ეგეთი აწყობილი ტელეფონები, მაგაზე საუბარი, ბრენდებზე მაქვს საუბარი რა, ანუ Samsung-ი, პიქსელი აიღე და iPhone-ი აიღე, მილიონი რაღაცა ესეთი A ბრენდები, 3A ბრენდს რასაც ეძახიან, ხო? ყველაზე ისეთი პრემიუმები რომელსაც აქვს და ასე შემდეგ, ხო ესეა? ხო და ისე არიან განვითარებული ეს ბრენდები უკვე დღეს, რომ აი ამ 3A ბრენდებზე, ამ ტელეფონებზე ვეღარ ამბობს, ვეღარავინ პრაქტიკულად, რომ ჭედავს და რაღაცა გლიჩები აქვს და რაღაცა. დღეს აღარც ერთი ტელეფონი ისე არ ჭედავს და საერთოდ პრაქტიკულად აღარც ჭედავს, როგორც იყო, თქვათ, 10 წლის წინ. 10 წლის წინ, ხო, უკვე ისე იყო სიტუაცია, რომ რაღაცეები ტექნოლოგიურად სიახლეები გამოდიოდა, ტექნოლოგიური სიახლეები გქონდა ჩვენ, იმიტომ რომ ყოველ წელს რაღაცა ნაბიჯი იდგმებოდა. მაგრამ დღეს ჩვენ აი ამ ესე ვთქვათ, უცებ გადადგმულ ნაბიჯებს ვეღარ ვხედავთ პრაქტიკულად. არ არის, ფიზიკურად არ არის. ანუ რაღაცა პიკი მიღწეულია, ტექნოლოგიური პიკი მიღწეულია და უკვე რაღაცა დრო კიდევ რამოდენიმე წელი დარჩენილია, რომ კიდევ რაღაცა ესეთი ნაბიჯები გადავდგათ. მაგრამ ჯერჯერობით ესეთი ნაბიჯები არ იდგმება, იმიტომ რომ ნანომეტრები ჩამოვწიეთ, ხო, პროცესორებზე, ხა 3 ნანომეტრი 3-4 ნანომეტრი ამჯერად ცოტა არ იყოს ტელეფონებში, როგორ ითვლება საერთოდ ტელეფონებში ეგ ნანომეტრები ვერ მივხვდი, პროცესორებში ცოტა უფრო მაღლა ვართ, მაგრამ რისი თქმა მინდა, ანუ ყოველი ნანომეტრის ჩამოწევა ნიშნავს რას?
მანამ სანამ ჩვენ შევხედავთ იმას, რომ აი უფრო აგვიჩქარდა და აი უფრო efficiency გახდა, აკუმულატორს ნაკლებად ხარჯავს და რაღაცა, სანამ აქამდე მივიდეთ, მოდი ესე გავიაზროთ, ყოველი ნანომეტრის შეცვლა რას ნიშნავს ბრენდისთვის. ანუ რა ხარჯებთან არის დაკავშირებული. სულ 3 ქარხანაა, თუ არ ვცდები, პროცესორების წარმოებელი, ერთი TSMC რაღაცა ეგრე, ჩინეთში თუ ტაივანში, ხო? და ერთ-ერთი უდიდესი არის ჰოლანდიაში. სადაც არის პროცესორების ქვების და სქემატური რაღაც ლითოგრაფიების გაკეთება ხდება. ანუ ყოველი ნანომეტრზე გადასვლა, ჩამოსვლა და დავარქვათ ესე ვთქვათ, დაბლა ჩამოდის, ხო, ნანომეტრი, მაგრამ წინ მივდივართ და გადავდივართ ახალ ნანომეტრებზე, ესე ვთქვათ. სად გამორბი ხარ, გოგო? ხო, რას ნიშნავს ეს პირველ რიგში, ვთქვათ, ბრენდისთვის. ბრენდისთვის ეს ნიშნავს, რომ ყოველ ახალ ნანომეტრზე დაბლა ჩამოსვლას, ანუ წინსვლას ხარჯი, რაც შეეხება ხარჯს. ანუ ეს ქარხანა მთლიანად აწყობილი არის აი იმ ლითოგრაფიაზე და იმ ახალ ტექნოლოგიაზე და ნანომეტრზე ჩამოსვლა, ერთი საფეხურით დაბლა ნიშნავს, რომ ქარხანა სრულად დემონტაჟი ხდება ამ ქარხნის, ანუ აპარატურა მთლიანად იცვლება, რაც მილიონებზე კი არა, მილიარდებზე აქვს საუბარი და არა ათასობით დოლარზე, რამოდენიმე ასეულ მილიონზე აქვს საუბარი. ანუ ქარხნის სრული პრაქტიკულად თითქმის დემონტაჟი ხდება, რომ აი ეს ახალი ლაზერები, ახალი სტრუქტურა და ყველაფერი უნდა დამონტაჟდეს ახლიდან, იმიტომ რომ ძველს აზრი აღარ აქვს, ანუ უნდა დაიშალოს ქარხანა. ეხლა კედლებზე არ მაქვს საუბარი, შიგნით რა, აპარატურულად. იშლება ქარხანა და ახლიდან იწყობა უკვე აი ამ ნანომეტრებზე მოწყობილი. ეს ნიშნავს ბრენდისთვის, თქვათ, Apple-მა თუ თქვა, всё, 3 ნანომეტრიდან 2-ზე ჩავდივართ, ნიშნავს რას, რომ ეს ქარხანა ისე უნდა დაიშალოს ახლიდან და 2 ნანომეტრის აპარატურა, ლაზერები, რავი, მილიონი რაღაც 1000 ესე მეცნიერულად თავად ჩაღრმავებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სტრუქტურულად ესე ხდება. უნდა დაიშალოს, აიწყოს და პრაქტიკულად ბრენდი იხდის თითქმის აი ამ მთელ ხარჯებს, ხო, იმ ქარხანას ვაფშე მაგარი კიდია, ის შეკვეთებს იგებს და ასე შემდეგ. ზოგადად ბრენდებსაც არ აწყობთ, ხო, ამ ხელა ხარჯების გაღება, ესე ვთქვათ, და ცდილობენ რომ მაქსიმალურად 2 წელი, 3 წელი ერთი და იგივე ნანომეტრზე იჯდნენ, ხო ესეა? იმიტომ რომ, ჩვენ თვითონაც ვხედავთ ისედაც, რომ ტექნოლოგიურად ისე აღარ უჭირს ტელეფონებს, რომ რაღაცა ჭედები დაიწყოს. ეხლა ხელოვნური ინტელექტი, AI და რაღაცა ეს ხელოვნურად უკანა გაბლურვები და რაღაცეები რო გინდათ, იმიტომ რომ ოპტიკურად ეს ფიზიკურად შეუძლებელია, აი იმ პატარა კამერის სენსორებზე და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს უკვე ესაჭიროება სიმძლავრეები რო გვესაჭიროება, რა თქმა უნდა, შესაბამისად პროცესორიც უფრო ჩქარი უნდა გქონდეს, ხო ესეა? ამიტომ ხდება აი ამ ნანომეტრების დაწევა და ასე შემდეგ, მაგრამ ყველანაირად ცდილობენ აი ბოლო მომენტამდე ეს ბრენდები, რომ ცოტა მოუჭირონ ტრაქს, ესე ვთქვათ, და ხარჯებს, ხო? და მაგიტომაც ხდება, რომ 2-3 წელი, ვთქვათ, ყოველ წელს ფიზიკურად ნანომეტრის ჩამოწევა ძალიან დიდი სისულელე. მე რატომღაც ვფიქრობ, რომ 1 ნანომეტრის დაბლა, 10 წელი, შეიძლება 10 წელი არა, მაგრამ 5 წელი მინიმუმ გაჩერდება ტექნოლოგიური წინსვლა, იმიტომ რომ ფიზიკურად ტექნოლოგიები აღარ გაძლევს იმის საშუალებას, რომ 1 ნანომეტრზე ეს ლითოგრაფია გააკეთო ისე, რომ 1 ნანომეტრის დაბლა ჩამოხვიდე. ანუ რაღაცა ეტაპზე გაჩერდება. ამიტომაც ეხლა ჩვენი ბრენდები შვებიან ისე, აკეთებენ ისე, რომ 2-3 წელი, 4 წელი ინარჩუნებენ 1 ნანომეტრს, შეიძლება 5 წელიც, ხო? ანუ 3 ნანომეტრზე ვართ ეხლა, Apple-ის 3 ნანომეტრია და დანარჩენებით Samsung-მაც 4-3 ნანომეტრი გააკეთა, ხო? და ვზივართ, რამოდენიმე წელია, ხო? რა, მეორე წელია? ხო, მეორე წელია, სადღაც 3 ნანომეტრზე ვზივართ. 1-2 წელი სავარაუდოდ კიდე გაწელავენ, იმიტომ რომ
უცბად და უცბად კი ეხლა ამ წუთას შეუძლიათ რომ ჩამოვიდნენ ერთზე ვთქვათ, ორზე ვთქვათ, მაგრამ ყოველ წელს რომ ჩამოვიდნენ მე რაღაც გააკეთებენ, ესეც მარკეტინგია, ხო? ანუ მე რაღაც იზავენ. მე ისიც არ უნდათ ამ ბრენდებს რომ დადგდნენ რამოდენიმე წელი დიდი ხანი და უკვე აქეთაც ჩვენი მხრიდან კონსუმერების მხრიდან უკვე ბუნტი ატყდება, ხო? რა ხდება რაღაც წინსვლები არ არის, ამიტომ 2 ნანომეტრზე სანამ გადავლენ, ჯერ 3-ს კარგად გამოწურავენ. ანუ ყოველთვის ეს მარკეტინგულად ამ ბრენდებს გათვლილი აქვთ რამოდენიმე წლით ადრე, გაწერილი აქვთ, ხო? 5-10 წლით ადრე გაწერილია, რომ თქვათ 5 წელი უნდა ვიჯდეთ ამ ნანომეტრზე, ოღონდ ჯერ თქვათ პროცესორს 3 ნანომეტრიანს, ხო, თქვათ აი ამ ტელეფონს რესურსი გაცილებით მეტი აქვს, მაგრამ მოდი ამ წელს ჯერ გამოუშვათ ესეთი რესურსით, კამერას გადავაღებინოთ ჯერ ესე, ვთქვათ, პროცესორს ესეთი აჩქარება მივცეთ, შემდეგ წელს ცოტა ვინტილები მოუშვათ და გავხსნათ უფრო მეტად ეს პროცესორი, რა თქმა უნდა, ამ პროცესორს თავიდანვე აქვს უკვე ეგ ჩადებული, ხო? და software-ის ესე ვთქვათ, soft-ის სახით თავისი ბრენდი, ესე ვთქვათ, ვინც უშვებს მწარმოებელი, soft-ით გიკონტროლებს შენ ამ ყველაფერს, ხო? ვთქვათ, სიჩქარეს, ამ ტელეფონის პროცესორს, კამერის ხარისხს და ასე შემდეგ და გინდა გაიგო რა ხდება კადრს მიუღე. ჩემ მრავალწლიანი გამოცდილება პროფესიული საიდუმლოებები და ცხოვრებისეული ლაიფ ჰაკები ერთ სივრცეში მოვაქციე. ხშირად მეკითხებით როგორ ქმნი რას ვფიქრობ მუშაობისას და რა მასწავლა ძლება, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი ფიქრები გაგიზიაროთ. წარმოგიდგენთ ექსკლუზიურ ვიდეო პლეილისტს ხმამაღლა გაფიქრებულს, რომელსაც ვერსად ნახავთ გარდა ჩემი ვებგვერდის. აუცილებლად გადადი ლინკზე www.mikhail.online, შედიხარ ონლაინ კურსებზე და ირჩევ ხმამაღლა გაფიქრებულს. რეგისტრაცია ძალიან მარტივია, უბრალოდ დააჭერ შესვლას, დარეგისტრირდები და მორჩა. ლინკი აღწერილობაშია. ახლა კი დავუბრუნდეთ ვიდეოს. ყოველ წელს ვითომ და მთელი წელი ახლა იჯდნენ რომ რაღაცა გამოეგონებინათ, ესეთ იმიჯს იქმნიან, მაგრამ სინამდვილეში პროსტა ვინტილები აქვთ გადაკეტილი, ესე ვთქვათ, ხო? და იქითა წელს აი ახლა რაღაცა ახალი გამოვიგონეთო, ტრუხა ბაზარია ეგ ყველაფერი. ანუ საითკენ მივდივარ რომ Apple-საც, Samsung-საც, Google-საც, რავი, აბსოლუტურად ყველას. ვისაც კი თავისი წარმოების гаджеტი აქვს, ხო, ამ შემთხვევაში ტელეფონებზე გვაქვს საუბარი. ანუ წინასწარ უკვე ერთი პროცესორი ხო გააკეთეს, თქვათ. და თქვენს რომ ამ წელს მოდი გავხსნათ აი ეს ფუნქცია. იქითა წელს მოდი ეს ფუნქცია გავხსნათ, რომ ხალხს რაღაც ვაუ ეფექტი კონდეს, ხო? ანუ მთლად ისე რო არ იყოს, რომ ერთი წელი მარტო ფერს რო უცვლიდნენ და მეორე წელს რაღაცა ეგრეც არის დაახლოებით ზოგადად, მაგრამ მაინც აღარ გვათამამებენ, ვეღარ გვათამამებენ უკვე, იმიტომ რომ საფქმელი და გასაკეთებელი ტექნოლოგიურად უკვე აღარ არსებობს პრაქტიკულად, ხო? და ესე ჩქარა რო გააკეთონ, მე შემდეგ და შემდეგ წელს საფქმელი ვაფშე აღარ ექნებათ. ამიტომ ესე ნელ-ნელა უშვებენ ვინტილებს. ეხლა ეს ყველაფერი რატო თქვი? ანუ 2-3 მოდელის გაშვება ნებისმიერ ტელეფონზე უკვე ჩვეულებრივი ამბავი გახდა და თქვენც რავი მე მგონი არ მოგიწოდებთ ბაზარი არ არის ფული თუ გაქვთ ბიუჯეტი შეზღუდული თუ არ ხართ უნდა წავიხვიდეთ იყიდოთ გაისწოროთ თქვენი ჭია გაიხაროთ ვის რამ სიგრძე ჭია გააჩნია ამასაც ხო და პროსტა უნდა გაისწოროთ რა სხვა გზა არ არის, იმიტომ რომ არც არაფერი არ შეგრჩება, ხო, ცხოვრებაში. წადი გაიხარე, გაისწორე, რაც მოგწონს იყიდე, ბაზარი არა, მაგრამ ვინც ცოტა ესე ბიუჯეტურად არის და ცოტა საფულე თამამად არ აქვს გალესილი, მაშინ ჩემი რჩევა იქნება და სრულიად გამართლებული, რომ 2-3 მოდელი რომ გამოტოვონ, არც არაფერი ამითი არ დაშავდება საერთოდ. აი ვაფშე ვერც იგრძნობთ დაჟე რამე თუ მოხდა საერთოდ დააკვირდით ერთ რაღაცას ნებისმიერი ახალი ტელეფონის გამოსვლისას ეს ცნობილი მილიონნიკი ტექნოლოგერები ვინც არიან ხო მილიონობით გამოწერ ეს ჩვეულებრივი ბრენდები ეს ბრენდები
ამ ტექნობლოგერებს 2-3 თვით ადრე ყველა მოდელს ჩამოურიგებენ, ხო? ოღონდ ემბარგოზე აწერინებენ ხელს, რომ თქვათ რაღაცა ვადამდე არ გამოაქვეყნებ ვიდეოს და თუ დაკვირვებული ხართ ოფიციალური პრეზენტაციის მერე აი საათის გასწორება შეგიძლია დაჟე. პრეზენტაციის დამთავრება და ყველა ბლოგერის ერთდროულად ვიდეოს გამოსვლა, აი იმ მართლა საათს გაასწორებ რა, აი დამთავრდა ოფიციალური პრეზენტაცია და 100 ბლოგერმა ერთ დროს, ერთ წუთში, ერთ წამში გამოაგდეს აი ამ გაჯეტის რევიუ. ნეტა როგორ ხდება ეს ყველაფერი ან საიდან რა, ყველას ერთდროულად ყველამ მოასწრო ამ ვიდეოს გადაღება, ყველას ერთდროულად ერთ წამში მოუნდათ. არა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სქედულზე აქვს დაყენებული, ხო, YouTube-ზე და დააყენეს ისე, რომ აი ამ წამში, ამ რიცხვში, აი ამ დროს გამოვარდეს აი ეს reviews ვიდეო. ოღონდ ემბარგოებზე აქვს ხელი მოწერილი და უფლება არ აქვს ჯერ პირველი 2 ან 3 თვის 3 კვირის მანძილზე, რომ თქვათ განახოს როგორ იღებს კამერა. 1 თვის მანძილზე არ აქვს თქვათ უფლება სრული reviews გაკეთების. რატომ? იმიტომ რომ ჯერ ბრენდმა უნდა გაყიდოს და დააჭედოს ეს კონსუმერები მთლიანად, ანუ სანამ არ დაიწყებს კარგად ამოყიდვას, ესე ვთქვათ, აი ამ გაჯეტისას, ბლოგერებს არაძე ხელი აქვთ მოწერილი, რა თქმა უნდა, თუ დაარღვიეს ეს ემბარგო, რა თქმა უნდა, უჩივლებენ და კაი მაყურსაც წართმევენ. ამიტომ ესე ხდება ეს ყველაფერი. არ აქვთ უფლება სრული review გააკეთოს, მანამ სანამ ეს ჩვენი კონსუმერები და ანუ ხალხი არ იყიდის და არ დასირდება და არ მოტყულდება ბოლომდე, რასაც ყურში ჩააფსავენ აი ამ პრეზენტაციის დროს. მერე ეს ბლოგერებიც რა თქმა უნდა ეხმარებიან ამ ბრენდებს ყურში და თვალებში ჩაფსმაში, სხვანაირად არ შეიძლება რომ გამოიხატოს. ეს ყველაფერი ჯერ თავიდან გატყუებენ რომ აი ნახე რა მაგარია, აი ახალი რაღაცეები დაამატეს, ამ ყველაფრით ტყუდები, მიდიხარ ყიდულობ და აი მერე 2-3 თვის მერე ამ ბლოგერებს თუ ცოტა ნამუსიანი ბლოგერია, ხო, 2-3 თვის მერე დაიწყება ესე, რომ აი რა მინუსი აქვს ამ გაჯეტს. აი ეს არ მომწონს, იმიტომ რომ ემბარგოს ვადას უკვე ემბარგოს ხელშეკრულებას უკვე ვადა გაუვიდა და მერე უფლება აქვთ მოგიყვნენ მინუსებზეც, ესე ვთქვათ. და მანამდე არა. ესე ხდება ყველაფერი, ანუ ცხოვრებაში ხო, ყველა პრეზენტაცია გადასარევია, ყველაფერი მაგარია, მაგრამ აი ეგრევე წახვალ და იყიდი თუ არა, მე ხვდები რომ თურმე აი ეს რაღაცა სირობაა და რატო არ გითხრეს იქ იმ წუთას, იმიტომ რომ არ იყო საჭირო. იმისათვის რომ გეყიდა, იმისათვის რომ, რა ვიცი, მოტყუებულიყავი და ასე შემდეგ. როგორ მოგწონთ ეს მანქანაში ჩაწერილი მონოკასტები, ეგეც მაინტერესებს და სხვათა შორის ესე სანამ ერთ წერტილიდან მეორე წერტილზე მივიდე, კაი იდეებიც მომდის. ამიტომაც ვცდილობ რომ ფუქსავატურად არ დავივიწყო ეს იდეები და მანქანაში ესე ექსტრენად ჩაგიწეროთ ხოლმე ვიდეოები. ამიტომ თქვენი აზრიც მითხარით, როგორ მოგწონთ ესე არაუშავს მანქანაში როა ჩაწერილი, თავარია რაღაც აზრი მოვაცვლინო თქვენამდე და თავარია ვიდეომ თავისი მოვალეობა შეასრულოს. რა გარემოშია გადაღებული, დიდად არ გადაწყვეტს, მე ვფიქრობ, არც არაფერს, ხო? თუ არ ვცდები ღრმად მწამს, რომ ჩემი და უმეტესობის აზრი დაემთხოვა ერთმანეთს აი ამ რამოდენიმე მოდელის გამოტოვება შუალედებში. კარგად, peace.